დიახ, ქართულ ოცნებას ვადა ეწურება ოფიციალურმა თბილისმა ოფიციალურად უნდა გააკეთოს განმარტება, აპირებენ თუ არა ისინი თანამშრომლობას EUTHO-ს სპეციალურ მისიასთან და მათ ამისთვის აქვთ 6 დღე. შესაბამისად ვადა უკვე ქართულ ოცნებას ეწურება, ვინაიდან გასული კვირის 4 შაბათს საღამოს გახდა ცნობილი ის, რომ EUTHO-ს 24 წევრმა ქვეყანამ მოსკოვის მექანიზმი ამოქმედა. შესაბამისად ქართულმა ოცნებამ უნდა თქვას აპირებს თუ არა თანამშრომლობას, ვინაიდან არსებული წესდების მიხედვით ქართული ოცნების ხელისუფლება შეუძლია რომ ერთი ექსპერტთა მისიაში, რომელიც დაკომპლექტდება, იყოს წარმოდგენილი სწორედ ქართული ოცნების მხრიდან, თუმცა მათ შეუძლიათ ამ ყველაფერზე თქვან კიდეც უარი. ეს ასე ვთქვათ, არ აქვს ამ ყველაფერს მნიშვნელობა, ვინაიდან EUTHO-ს წესდების მიხედვით EUTHO-ს მოსკოვის მექანიზმი ამოქმედებულია უკვე და შესაბამისად ექსპერტთა მისიის საქართველოში ჩამოსვლას ხელს ვერაფერი შეუშლის, ვინაიდან საქართველო არის EUTHO-ს წევრი ქვეყანა და მას აქვს ვალდებულებები იმისთვის, რომ დაიცვას ქვეყანაში ადამიანის უფლებები. სწორედ ამის შესამოწმებლად ჩამოდიან EUTHO-ს ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში და საულმე ზურაბიშვილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ეხმიანება კიდევ ერთხელ EUTHO-ს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას. ის ფიქრობს, რომ ეს არის გამარჯვება თითოეული მოქალაქის, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ საქართველოს დასავლელ მოკავშირეებს ქონოდა დეტალური ინფორმაცია თუ როგორ არღვევს ქართული ოცნების ხელისუფლება საქართველოში ადამიანის უფლებებს და საულმე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ეს დასკვნა იქნება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ნათელი არის, რომ ვინც აგებს პასუხს, არის ვინც არის ძალაუფლებაში, ვინც მართავს ამ ქვეყანას უკვე 13 წელი არის და ვინც დაარღვია ყველა ის თავარი პრინციპები, რაზედაც დგას დემოკრატიული სახელმწიფო. ეს ნიშნავს პირველ რიგში მონიტორინგი იმის შესახებ, თუ რაც ხდება საქართველოში. ეს ნიშნავს, რომ ის ქვეყნები, რომლებიც გაერთიანდნენ და ეს მექანიზმი მიაღებინეს EUTHO-ს, ეს ნიშნავს, რომ ისინი უკვე ხედავენ, რომ ამ ქვეყანაში პრაქტიკულად დემოკრატიის ყველა პრინციპები დარღვეული არის და მიდის ეს ქვეყანა თუ მისული არის ძალიან ახლოს იმასთან, რაცაც ქვია ავტორიტარული რეჟიმი თუ დიქტატურა, როგორც გვინდა ისე მოვნათლოთ. ეს არის ერთ-ერთი ძალიან სამწუხარო ვიტყოდი ნიშანი იმისი თუ სად ვართ მისული. EUTHO-ს ექსპერტთა მისია საქართველოში არაერთი მიმართულებით იმუშავებს. ისინი პირველ რიგში შეისწავლიან ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევას, წამების შესაძლო ფაქტებს, მათ შორის რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი შეისწავლიან ქიმიური მოწამვლის სავარაუდო საქმეს, რომლის მიხედვითაც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სავარაუდო აკრძალული ქიმიური ნივთიერება იქნა გამოყენებული. ასევე ისინი შეისწავლიან კანონმდებლობას, რეპრესიულ კანონმდებლობას, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო ბოლო პერიოდში განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების გასაჩუმებლად და ასევე შეისწავლიან იმას, თუ რა გავლენა ექნება ქვეყნის განვითარებაზე ოპოზიციის სავარაუდო აკრძალვას, ვინაიდან ვიცით, რომ ქართულ ოცნებას წარდგენილი აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი. სწორედ ასეთი მოთხოვნით შესაბამისად ხელისუფლების ოპონენტები პირდაპირ ამბობენ, რომ EUTHO-ს ექსპერტთა მისიის დასკვნა, რომელიც სავარაუდოდ უკვე გაზაფხულზე იქნება საჯარო, ეს იქნება პირდაპირი განაჩენი ქართული ოცნებისთვის. EUTHO-ს მოსკოვის შეთანხმების უპირატესობა არის ის, რომ ძალიან სწრაფად დაახლოებით 3 თვეში სრულდება პროცესი. 6 დღეში გამოცხადებიდან bis დღიდან ოცნებამ უნდა განაცხადოს ის შედის თუ არა თანამშრომლობაში EUTHO-სთან თუ არა და თავისი მხრიდან ექსპერტი არჩიოს დამტკიცებული სიიდან თუ არა ეს ხელს არ უშლის ამ მექანიზმის ამოქმედებას და დაახლოებით მარტის ბოლო აპრილის დასაწყისში უკვე უნდა იყოს დადგენილი ფაქტები ამ მექანიზმის მეშვეობით უკვე გამოქვეყნებული და ეს არის შესაბამისად უკვე შესაძლებლობა დამატებითი სანქციების დაწესების ივანიშვილის რეჟიმზე. ეს მექანიზმი, როდესაც ბოლო წლებში ლუკაშენკოს და პუტინის რეჟიმების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული, ლუკაშენკო, პუტინი და ივანიშვილი არის გათანაბრებული ამ EUTHO-ს მოსკოვის მექანიზმის თანახმად. მანდატი ფაქტების შესწავლელი მისიის და ამ გამოძიების არის კონკრეტული მიმართულებები და ეს არის ადამიანის უფლებები, საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევა, მედიის თავისუფლება და მედიის მდგომარეობა, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, როგორიც არის მაგალითად სისტემური წამება და ესეთი მექანიზმი არის ძალიან იშვიათი. ძალიან მძიმე შემთხვევა მე მახსენდება, როდესაც მაგალითად
კარადიჩის და ყოფილ იუგოსლავიაში, თქვათ ბოსნიაში ჩადენილი ომის დანაშაულებებზე ზუსტად ესეთი ანგარიში გახდა საფუძვლად ძალიან ბევრი ადამიანის დაპატიმრების. შემთხვევები, როდესაც ესეთი მექანიზმი ამოქმედა, ყველა ქვეყანაში იყო განსაკუთრებით მძიმე ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევები. ამიტომ საქართველოს მოხვედრა მოსკოვის მექანიზმის ქოლგის ქვეშ, რომელიც განსხვავდება ვენის მექანიზმისგან და არ არის დიპლომატიური, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის. EUTOS მოსკოვის მექანიზმი გასულ კვირაში EUTOS წევრმა 24 ქვეყანამ ამოქმედა საქართველოსთან დაკავშირებით ასეთი უკიდურესი პოლიტიკური აქტის მიღება EUTOS წევრი ქვეყნების მხრიდან ოპოზიციის შეფასებით არის პირდაპირ დადასტურება იმის, რომ დასავლეთში ყველამ ძალიან კარგად იცის ქართული ოცნების რეპრესიული პოლიტიკის შესახებ და ისინი ამის შესახებ აპირებენ კონკრეტული ქმედებების განხორციელებას და ნაბიჯების გადადგმას. ამ შემთხვევაში მოსკოვის მექანიზმი საქართველოსთან დაკავშირებით უკვე მოქმედებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით მომდევნო 3 კვირის განმავლობაში უკვე ექსპერტთა ჯგუფი დაკომპლექტდება. თებერვლის ბოლოს დაახლოებით ისინი უკვე ჩამოვლენ საქართველოში და მარტის ბოლოსკენ უკვე სავარაუდოდ დაიდება დასკვნა, რომელიც ყველა შეფასებით იქნება ფაქტობრივი განაჩენი ქართული ოცნებისთვის.